მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ. დღეს ვისაუბრებთ კოგნიტიურ ბიჰევიორალურ თერაპიაზე. სხვანაირად ზოგჯერ ეძახიან ხოლმე გაცნობიერებას და ეს არის მეთოდი, რომელიც გამოიყენება წონაში კლებისთვის და არა მარტო ბევრი ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის პირველი რიგის მკურნალობა არის კოგნიტიურ ბიჰევიორალური თერაპია. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები და უბრალოდ თქმა, რომ რაღაცა არსებობს, ასე არ არის, აქვს სრული სამეცნიერო ბაზისი და მრავალი კვლევა მიუთითებს, რომ მუშაობს და კოგნიტიურ ბიჰევიორალური თერაპია რას ეფუძნება და რა შველის. ამაზე ვისაუბრებთ და როგორ, რა ტექნიკებს იყენებენ წონაში კლებისთვის, რადგან თვითონ უზარმაზარი დარგია, უზარმაზარი სფეროა, მაგრამ რაღაცები გვჭირდება მისგან წონაში კლებისთვის. პირველ რიგში ორ ძირითად რამეს მოიცავს კოგნიტიურ ბიჰევიორალური თერაპია. შეცვალო შენი ფიქრები და მეორე შეცვალო ქცევები. და მთავარი საწყისი იდეა კოგნიტიურ ბიჰევიორალური თერაპიის არის, რომ ჩვენი ფიქრები, ემოციები და ქცევა გადაჯაჭვულია. ერთმანეთზე არის მჭიდროდ დაკავშირებული და ერთის შეცვლით, მაგალითად შენი ფიქრის შეცვლით, შენ შეგიძლია შეცვალო რას გრძნობ, რა ემოცია გეუფლება და ეს შეცვლის შენს ქცევას. და პირიქითაც შესაძლებელია შენ შეცვალო შენი ქცევა და ეს შეცვლის როგორ გრძნობ თავს და რას ფიქრობ. ამას ეფუძნება მთელი კოგნიტიურ ბიჰევიორალური თერაპია, რაც ბევრი კვლევა მიუთითებს, რომ არის ეფექტური, მოკლედ. და ეხლა როგორ რაში ვიყენებთ წონაში კლებისთვის, რა დროს არის მნიშვნელოვანი. მთავარი რაშიც გამოიყენება, რომ კვების ქცევის მოდელი შეცვალოს ადამიანმა, რადგან ხშირად და უმეტესად პრობლემა, ჭარბწონიანი ადამიანის პრობლემა არის ის, როგორ იკვებებიან. არა მხოლოდ, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადი პრობლემა არის ის ქცევა, კვებითი ქცევა, რაც მათ აქვთ განვითარებული წლების განმავლობაში, ზოგჯერ ბავშვობიდან. მეორე, რასაც მნიშვნელობას აკეთებს კოგნიტიურ ბიჰევიორალური თერაპია, არის აუმჯობესებს თვით მონიტორინგის უნარებს. თვით მონიტორინგის უნარებზე რეალურად დაფუძნებული მთელი წონაში კლება, რადგან თუ კი არ გაქვს თვით მონიტორინგის უნარები და შეგრძნება, ყოველთვის გაგექცევა მართვის სადავეები ხელიდან. და რეალურად მთელი წონაში კლების ფილოსოფია დაფუძნებულია ხოლმე თვით მონიტორინგზე, ანუ შენ თავი უნდა აკონტროლო შენი ქცევა, უნდა აღწერო ჯერ და მერე აკონტროლო. მესამე, რასაც აკეთებს კოგნიტიურ ბიჰევიორალური თერაპია, არის რომ აუმჯობესებს საკუთარ თავთან კომუნიკაციას, ანუ საკუთარ თავს როგორ ურთიერთები, რადგან ხშირად ჩვენ საკუთარ თავს ვეურთიერთებით ნეგატიურად, საკუთარ თავს ვეურთიერთებით დესტრუქციულად, ჩვენ ვანადგურებთ ჩვენს ფსიქიკას და თუნდაც იმით, რომ სხეულის წარმოსახვა გვაქვს დარღვეული ბევრ შემთხვევაში. ახლა რაშია საქმე? რა თქმა უნდა, ეს არაა მხოლოდ ჩვენი ბრალი. ჩვენ ბავშვობიდან გვსრდიან, რომ მაგალითად წიგნები, მათ შორის დიდი წიგნები და მათ შორის მე მაგალითად ჩემთვის ეგ ძალიან ისეთია პრობლემა და რაც სხვა შორის ამ ბოლო ხანებში ნელ-ნელა ეგ პრობლემა გვარდება, მაგრამ მაინც კლასიკას რო გადახედოთ, მთავარი არის, რომ ესე იგი შეიძლება როგორი სილამაზის მატარებელი იყო ადამიანი, აღწერა ჰქონდეს რამდენიმე გვერდიანი. ხო, და ასე რომ იზრდება ბავშვი, მათ შორის ზღაპრები, მათ შორის ეს პრინცესები, მათ შორის ბარბები, რომელიც სხეულის პროპორციები აქვთ არარეალისტურად უზომოდ ლამაზი და წარმოუდგენელია თითქმის ეგეთი ადამიანი არსებობს.
ამ სხეულის წარმოსახვის იდეებში იზრდება ბავშვი, რომ უნდა თქვათ ქალი უნდა იყოს ესეთი, კაცი უნდა იყოს ესეთი და ესაა სილამაზე და სილამაზით მიიღწევა ყველაფერი. სილამაზე მართლაც თამაშობს, რა თქმა უნდა, დიდ როლს ცხოვრებაში, მაგრამ სილამაზე როცა მაგრამ ეგ ესეთი ლამაზი არის ალბათ პოპულაციის 0.1% ან 0.2% ზღაპრულად ლამაზი. დანარჩენი, ხო, ეს უმრავლესობა, განსაკუთრებით 99%-ზე მეტი, მაგრამ რო ავიღოთ, თქვათ, უფროსა გავასაშვალოთ 95%, არ არის ესეთი ლამაზი და თუ კი ცხოვრება ექცათ ჯოჯოხეთად იმის გამო, რომ ეს ზღაპრული სილამაზის მატარებლები არ არიან ადამიანები, რა თქმა უნდა ძალიან ცუდია და ამას მოყვება მერე ფსიქოლოგიური პრობლემები, ამას მოყვება ჭამა, ამას მოყვება მერე წონაში მატება. ამიტომ კოგნიტიური ბიჰევიორალური თერაპია ამასაც აუმჯობესებს, რომ ჯანსაღი წარმოდგენა ჩამოუყალიბდეს ადამიანს თავის სხეულზე და თავის გარეგნობაზე და მეოთხე მნიშვნელოვანი რაც საკეთებს არის, რომ პრობლემის გადაწყვეტის უნარები განვითარდეს ადამიანს. ანუ 4 რაც ვთქვით, ეს არის რომ კვების მოდელები გაუმჯობესდეს, ემოციური მოდელები, რომელიც ემოციური კვებასთან დაკავშირებული. მეორე უნარი არის რომ თვით მონიტორინგის უნარები განვითარდეს ადამიანს. მესამე არის რომ აი ეს საკუთარ თავთან საუბარი, როგორ ისაუბროს და როგორ სხეულის წარმოსახვა კონდეს ჯანსაღი, როგორ კონდეს სხეულის წარმოსახვა ჯანსაღი და მეოთხე არის პრობლემის გადაწყვეტა. ახლა რამდენად ეფექტურია კოგნიტიური ბიჰევიორალური თერაპია? ადამიანი იკითხავს, იმიტომ რომ ჟღერს ჰიპოთეტურად, ხო, რომ რაღაცა არის რაღაცა ტექნიკა, რომელიც ჯერ კონკრეტულად არაფერი მითქვია, მარტო შესავალი ვთქვი და რა თქმა უნდა დაინტერესდება ადამიანი რამდენად ეფექტურია. ბევრი კვლევა ცხადყოფს, რომ კოგნიტიური ბიჰევიორალური თერაპია წონაში კლებაში და განსაკუთრებით კვებით დარღვევებში 80%-იანი ეფექტურობა აქვს ბევრ ადამიანში, ან თუ სწორად იქნება გამოყენებული. და ეხლა დავიწყოთ, მოდი კოგნიტიური ბიჰევიორალური თერაპიის მთავარი კომპონენტები და შემდეგ უკვე მთავარი ტექნიკები. მაგალითად პირველი რაც უნდა გავაკეთოთ და რასაც კოგნიტიური ბიჰევიორალური თერაპია აკეთებს, არის რომ ვიპოვოთ ჩვენი უარყოფითი ფიქრები, ჩვენი უარყოფითი თვითგამანადგურებელი აზრები, რომელიც ხელს გვიშლის წონაში კლებაში და რომელიც ემსახურება პირიქით წონაში მატებას, აღმოვაჩინოთ ესენი და ნელ-ნელა ჩავანაცვლოთ ჯანსაღი ფიქრებით და ჯანსაღი ქცევებით. ეს არის ყველაზე მთავარი მახასიათებელი. ანუ აღმოვაჩინოთ რაც ყველაზე ცუდია, რაც ჩვენს დესტრუქციას ახდენს, ვთქვათ რომ ეს არის ცუდი და დავიწყოთ მათი ჩანაცვლება. მეორე რაც აკეთებს არის კოგნიტიური ბიჰევიორალური თერაპია მუდმივად გეუბნება რომ ეხლა მითხარი რას აკეთებ, ეხლა მითხარი როგორ იქცევი, ეხლა მითხარი რას ფიქრობ და რას გრძნობ. არა გუშინ, ანუ გუშინ რომ ფიქრობდი და გუშინ რომ ცუდად იყავი, ეგ დატოვე, ეხლა გავაკეთოთ აქცენტი, ეხლა რა ხდება ამაზე. მაგალითად ბევრი ჭარბწონიანი ადამიანი ფიქრობს, რომ მე ვერასდროს დავიკლებ წონაში. ძალიან გავრცელებული ფიქრია ეს, როცა ფიქრობენ მithumetes ბევრი მცდელობის მერე. და შენ კოგნიტიური ბიჰევიორალური თერაპია გეუბნება, რომ იპოვე ეს ფიქრი. და ეს ფიქრი არის დესტრუქციული, ხო, თავისი არსით არის დესტრუქციული, ან განგრევს. იმიტომ რომ აი იფიქრებ, რომ მე მაინც ვერასდროს ვერ დავიკლებ წონაში და რატო უნდა წავიდე ახლა, რატო უნდა ვივარჯიშო, მაინც ხომ მე ვერ დავიკლებ წონაში. და მეორე და ეს ფიქრი შენ შეგიძლია შეცვალო, ჩაანაცვლო ფიქრით, რომ მცირე ნაბიჯი არის პროგრესის ნაწილი. და აბა ავდგები და ცოტას ვივარჯიშებ, წავალ სასიარულოდ წავალ. იმიტომ რომ ეს მცირეა, მაგრამ ეს
დიდ სურათში პროგრესის ნაწილია. ეს მცირე საფეხური. ანუ იპოვე ის არაჯანსაღი ფიქრი, რომ ვერასდროს ვერ დავიკლებ კი არა, მე ამას შევხედავ როგორც დიდ რაღაცა, დიდ მოვლენას, რომელიც შედგება პატარ-პატარა ნაწილებისგან და ასეთი პატარაა ის, რომ მე დღეს წავალ. ეს მცირე ნაწილია, მაგრამ პროგრესის ნაწილია. მეორე. მაგალითად, აი, როცა ბევრი ჭამე და ფიქრობ, რომ აი მე ხა ბევრი ჭამე და მაინც არაფერი გამომივა, დავანებებ თავს ჩემს წონში კლებას. კოგნიტიური ბიჰევიორალური თერაპია რას გეუბნება, როგორც კი ესეთი აზრი გაგიჩნდება, შენ ეტყვი შენს თავს, რომ ყველა უშვებს შეცდომებს. ეს არ არის პრობლემა, ეს არის ჩვეულებრივად ჩემი გზის ნაწილი, შეცდომები პროცესის ნაწილია. ჩვეულებრივად ხვალიდან გავაგრძელებ ჩვეულებრივ. ვითომ დღევანდელი დღე არ ყოფილა, ხვალიდან მე დავბრუნდები ჩემს გზაზე უპრობლემოდ. მესამე მაგალითი, ადამიანი როცა ფიქრობს, რომ აი მე არ შემიძლია ჩემი ჭამის კონტროლი და თქვა ჭამს ბევრს. ამ დროს კოგნიტიური ბიჰევიორალური თერაპია გეუბნება, რომ არა, შენ ნუ ამბობ მაგას, მე არ შემიძლია ჩემი კვების კონტროლი კი არა და რამდენს ჭამ კი არა, მე შემიძლია ჩემი პორციების კონტროლი რამდენს შევჭამ, თუ დავგეგმო წინასწარ და მოდი დავგეგმო წინასწარ. ანუ აქ არა მარტო ჯანსაღით შეიცვალა, არამედ პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობას გაჩნდა, რომ თქვათ და წინასწარ დავგეგმოთ. რას შეიძლება შევადაროთ კოგნიტიური ბიჰევიორალური თერაპია? რამდენიმე მაგალითს გეტყვით ამ შემთხვევაშიც. ერთი არის, აი, მე სათვალე რომ მიკეთია, ხშირად არის რომ გავდივარ ეს წვიმაში რომ გავდივარ განსაკუთრებით, ჩემი სათვალე ისე სველდება ხოლმე, ვეღარ ვხედავ. და სულ წვეთები აქვს ზედ და იმდენად ბრიცავს რეალობას მე ეს წვეთები სათვალეზე, რომ გიჭირს მანევრირება, იმიტომ რეალობის აღქმა გაქვს დაკარგული. და ორი ვარიანტი მაქვს ხოლმე, რომ მოვიხსნა სათვალე და ან ისე ვიარო, ან გავწმინდო და კოგნიტიური ბიჰევიორალური თერაპია გეუბნება, რომ ზუსტად აი როგორც შენი თვალების, ჩემი თვალების ამ შემთხვევაში სათვალეა, ასევე ტვინისთვის არის ფიქრები და ეს ფიქრები დამახინჯებული, დაბინძურებული ფიქრებისგან გაწმინდე ტვინი და რეალობას დაინახავ ობიექტურად და კარგად და დაგაბრუნებ შენს გზაზე. ახლა მეორე მაგალითი. მეორე მაგალითი არის წარმოიდგინეთ მიდიხარ სადღაც და ორი ვარიანტი მიდიხარ სადღაც სარიელი ჯიბეებით და მეორე ვარიანტი მიდიხარ სადღაც კომპასით და როგორც კი აგერება გზა ამოიღებ კომპასს და დახედავ და ის გეუბნება საითაა ჩრდილოეთი და იმის მიხედვით კომპასის მიხედვით ასწორებ ყოველ ჯერზე როცა აგერება გზა ასწორებ ყოველთვის გეუბნება რომ აი აქეთ არის სწორი გზა აქეთ არის ის წარმატების გზა ამ შემთხვევაში წონში კლების წარმატების გზა ეს არის სწორი კომპასი გევან კომპას გაძლევს ეს არის კოგნიტიური ბიჰევიორალური თერაპია რომ შენ გქონდეს კომპასი საით მივდივარ ვექტორი გქონდეს მუდმივად და მესამე მაგალითი ჩემს ვიდეოებში ხშირად მომიყვანია რომ თუ გაქვს ბაღი ყვავილების და გაჩნდა სარეველა პირველ რიგში უნდა იპოვოს სარეველა და არქვა სარეველას რომ სარეველა კი არ უნდა თქვა რომ ეს შეიძლება იპოვოს სარეველა მაგრამ თუ იყვიროს ყვავილია ხომ არ მიაქცევ ამას ყურადღებას და დაზარალდები რა თქმა უნდა მაგრამ უნდა თქვა რომ ეს არის სარეველა და დაიწყო მისი ამოძირკვა ამას აკეთებს კოგნიტიური ბიჰევიორალური თერაპია. ხა წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ტვინი სავსეა ფიქრებით, სავსეა ემოციებით, თქვენი შეხედულებებით და მათ შორის არაჯანსაღი ფიქრებით და თუ კი სარეველას, ანუ არაჯანსაღ ფიქრს არ დაარქვი, რომ სარეველა წარმატებისკენ ყოველთვის გადაგეღობება გზაზე და ამას აკეთებს კოგნიტიური ბიჰევიორალური თერაპია. ეხლა ვთქვათ, კოგნიტიური ბიჰევიორალური თერაპიის ყველაზე მთავარი 10 ტექნიკა. ხო, მე აქვე ვიტყვი, რომ ესენი იმდან მნიშვნელოვანია, ეხლა რასაც ვამბობ, რომ არ არის ხოლმე ადვილად არ იპოვება და ადვილად არ იშოვება არც წიგნებში და მით უმეტეს ესე ფორმულირებულად არ არის ხოლმე, ამიტომ თუ ადამიანი ვინც დაინტერესებული ხართ და მართლა დაინტერესებული ხართ, მიაქციეთ ყურადღება ამ ვიდეოს, ერთ-ერთი საკვანძო ვიდეოა და ამიტომ გირჩევთ რომ მიაქციეთ ყურადღება.
პირველი ტექნიკა არის თვით მონიტორინგის ტექნიკა. თვით მონიტორინგი კოგნიტიური ბიჰევიორალური თერაპიის პირველი მთავარი ტექნიკა არის თვით მონიტორინგი. რას ნიშნავს თვით მონიტორინგი? ნიშნავს, რომ აწარმოე ჟურნალი, სადაც აღწერ რამდენს ჭამ, რას ჭამ, რა იყო იმის მიზეზი, როცა ბევრი ჭამე, ტრიგერი ქვია, ანუ რამ წარმოქმნა შენი ტრიგერს ეძახიან არის სასხლეტი, როგორც სასხლეტს გამოკრა თითი. რა იყო შენთვის ტრიგერი, რამაც ეს სასხლეტი რა იყო, რამაც ბევრი ჭამა გამოიწვია შენ შემთხვევაში. აღწერე, ყველაფერი დაწერე. ეს ჭამაზე დაწერე ასევე ან შეიძლება არ დაწერო, მაგრამ ტელეფონში გქონდეს ფიტნეს ტრეკერი და მიაქცია ყურადღება, რომ თქვათ თავიდან პირველ კვირას ამბობ, რომ დღეს 5000 ნაბიჯს გავლი. შეხედე, გააკონტროლე, რომ გავიარე ყოველ დღე 5000 ნაბიჯი პირველი კვირა, მეორე კვირას გავიარე 8000 ნაბიჯი და მესამე კვირას თქვათ უკვე 10000 ნაბიჯზე გადავიდე, ან ერთი თვის მერე, ან ორი თვის მერე 10000 ნაბიჯზე გადავიდე. აკონტროლე, რომ რამდენად დავიცავი, რა იყო მიზეზი, რატომაც ვერ დავიცავი ეს ჩემი ნათქვამი, რა დროს დავიცავი, როდის იყო უფრო ადვილი და როდის იყო უფრო ძნელი. აღწერე, ანუ თვით მონიტორინგი, ანუ თვით გამორკვევა, ან თვით რეფლექსია საკუთარ ქცევებზე, რომ უყურო რას აკეთებ, როგორ აკეთებ და რატომ აკეთებ. ასევე მესამე ველი, სადაც შეგიძლია ეს დანერგო, არის ემოციებზე. აი, მაგალითად, დაისტრესე დღეს და ბევრი ჭამე, დაწერე შენი ემოციების შესახებ და ყოველ კვირა გადახედე მერე ამ შენ ემოციების კვების და ფიზიკური ფიტნესის პროგრესს და გადახედე რა გიშლის ხელს, რა იყო მთავარი პრობლემა, რა იყო ხელის შემშლელი, რა იყო პირიქით წარმატების მთავარი კომპონენტი. ანუ თვით მონიტორინგი არის როგორც საყრდენი ბოძი კოგნიტიური ბიჰევიორალური თერაპიის და ზოგადად წონაში კლებისაც. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და არ არის თითქოს ცნობილი და ისეთი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის თვით მონიტორინგი. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არის კოგნიტიური რეკონსტრუქცია ან ფიქრების შეცვლა. ეხლა რას ნიშნავს, რომ ვიპოვოთ ნეგატიური ფიქრები და შევცვალოთ. ეს არის მეორე მთავარი. მაგალითად, მე არ გამომდის, ვთქვათ, დიეტა, იმიტომ რომ დღეს ვჭამე ისა ნამცხვარი მაგალითად და როგორ იქნება ამისი შეცვლილი ჯანსაღი ვარიანტი, როგორ იქნება, რომ კი, მე ვჭამე ერთი ნაჭერი ნამცხვარი, მაგრამ ეს არაფერი არაა ჩემს პროგრესზე, ჩვეულებრივ დავაბალანსებ, მაგალითად, დღის მეორე ნახევარში მსუბუქად შევჭამ და ჯანსაღად შევჭამ. ეს ერთი ფიქრი შეიძლება იყოს. ან შეიძლება იყოს, რომ აი ხვალ ჩვეულებრივ შევჭამ, თუ უკვე დღეს გვიანია და ვთქვათ ვეღარ ახერხებ. ხვალ შევჭამ მსუბუქად და ჯანსაღად. ან ჯანსაღი ფიქრი მაშინვე ჯანსაღი ფიქრით ჩაანაცვლო ის ნეგატიური. მეორე, მაგალითად ამბობენ, რომ ჯანსაღი საკვები არ არის გემრიელი და მეორე მხარ ვინ გითხრა? ანუ მოდი მე მოძებნი ჯანსაღ რეცეპტებს, რომელიც მე დამეხმარება მიზნის მიღწევაში და იქნება გემრიელიც. ეხლა მესამე ტექნიკას ქვია ქცევის აქტივაცია. ქცევის აქტივაცია რას ნიშნავს? ქცევის აქტივაცია ნიშნავს, რომ არა ჯანსაღი ქცევები ჩაანაცვლო პოზიტიური ჯანსაღი ქცევით. მაგალითად, დაგეგმო რამე სახალისო ან კარგი, შენთვის კარგი, რაც არის აქტივობა. შენთვის კარგი შეიძლება იყოს ცეკვა, შენთვის კარგი შეიძლება იყოს იოგა, შეიძლება იყოს ხეტიალი ბუნებაში და შეიძლება იყოს მთაში სიარული, შეიძლება იყოს პარკში გასეირნება. დაგეგმე, გააკეთე. და მაგალითად როცა დააკვირდები, რომ სტრესთან ასოცირებული ჭამა გეწყება, სტრესის საფასუხოდ, ხო? როგორც კი სტრესი გექნება, წადი გარეთ და იარე, ან ივარჯიშე, ან მეგობარს დაელაპარაკე. ანუ ის ქცევა არ გააკეთო,
რაც აი ამ მანკიერ წრეს კრავს, ანუ ჭამა, არამედ სხვა ჯანსაღი ჩაანაცვლე. მეოთხე არის მიზნის დასახვა, მიზანი უნდა იყოს სპეციფიური, კონკრეტული მიზანი უნდა იყოს, გაზომვადი, მიღწევადი, რელევანტური, ანუ აზრიანი უნდა იყოს შენთვის და დროში განსაზღვრული. მაგალითად, შეიძლება თქვა, რომ 10,000 ნაბიჯს ვივლი ყოველ დღე 1 თვის განმავლობაში. აი კონკრეტულია, ჯანმრთელობისთვის კარგია, ისე გაზომვადია, მიღწევადია, რელევანტურია და დროშით შემოსაზღვრულია. მეორე მაგალითი, რომ ყოველ დღე 2 ლიტრა წყალს დავლებ, შემდეგი 2 კვირის განმავლობაში. ესე ზუსტად ესეთია, ანუ სასარგებლოა, რელევანტურია, გაზომვადია, მიღწევადია, დროშით შემოსაზღვრულია. მეხუთე, მეხუთე ტექნიკა, რასაც გვეუბნება კოგნიტიური ბიჰევიორალური თერაპია, არის რომ პრობლემების გადაწყვეტა, იპოვე პრობლემა და მერე მოიფიქრე გადაწყვეტა. მაგალითად, თუ არ გაქვს დრო საკვების მომზადებისთვის, ხო? და შემდეგ ბოლო წამში რაღაცას ან ყიდულობ არაჯანსაღს, ან აკეთებ ისევ არაჯანსაღს, რაც მალე კეთდება. წინასწარ მოამზადე, მოიმარაგებ თქვა პროდუქტები შაბათ-კვირას, როცა სახლში ხარ, ან გამზადე რაღაცები, როცა სახლში ხარ და ან ისეთი მზა პროდუქტები შეარჩიე, რომელიც ჯანსაღია და რომელსაც დიდი დრო არ ჭირდება. ანუ პრობლემის მოგვარება. მეორე მაგალითი, თუ ღამე ჭამა გიყვარს მაგალითად, ხო? ღამე საჭმელად თქვა ვერ ეჩვევი ამ ღამე ჭამას და მაინც ჭამ. ღამე შეჭამე ჯანსაღი, მაგალითად 1 ვაშლი. ან იოგურტი შაქრის გარეშე. ანუ პრობლემა, რომელსაც აღმოაჩენ, ჩაანაცვლე კონკრეტული გადაწყვეტით. მეექვსე, რასაც კოგნიტიური ბიჰევიორალური თერაპია აკეთებს, არის სტიმულის კონტროლი. სტიმულის კონტროლი რას ნიშნავს, რომ მაგალითად არიან ადამიანები, რომელიც მაგალითად აი ძალიან უყვართ სნექი, ანუ არაჯანსაღი რაღაცების ჭამა, თქვათ, და სახლი აქვთ ხოლმე შოკოლადებით და კანფეტებით ასე, არა, მოაშორე სახლიდან ეგეთი რაღაცეები, მხედველობის არიდან გააქრე ეგეთი რამეები და ეგ იქნება სტიმულის კონტროლი. სტიმული არ გექნება, რომ კი, არ მოგინდება, მაგრამ ხედვის არეში რო არ იქნება, ნაკლებად მოგინდება. სახლიდან მაქსიმალურად მოაშორე არაჯანსაღი რაღაცეები, მაქსიმალურად ნაკლებად იყიდე არაჯანსაღები და ბევრად ადვილი იქნება. მეორეს მხრივ, მაგალითად, აი თქვი, რომ მე არ შევჭამ ტელევიზორთან, მხოლოდ შევჭამ სასადილო მაგიდასთან. ესეც სტიმულის კონტროლის ნაწილია, იმიტომ რომ ტელევიზორთან ჭამო შეიძლება გამოიწვიოს უკონტროლო ჭამა და მერე წონაში მომატება და მექანიკური ჭამა. ხო, ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად ტელევიზორი არ იყოს, ტელევიზორთან არ ჭამო. მეშვიდე არის გაცნობიერებული კვება. გაცნობიერებული კვება რას ნიშნავს? მიაქციო ყურადღება შენ შიმშილის, სისავსის და სიმაძღრის სიგნალებს. მაგალითად, ჩვენ ხო სხვადასხვა გრძნობათა ორგანოები გვაქვს და სხვადასხვა ეს გრძნობათა ორგანოები მჭიდროდ დაკავშირებულია ერთმანეთთან. მაგალითად, რაღაცის ტექსტურის გაგება შეგვიძლია, იგივე გემოვნება და ყნოსვა ძალიანაა დაკავშირებული ერთმანეთთან და მჭიდროდაა გადაჯაჭვული რეალურად ერთმანეთთან და შესაბამისად ნელა ჭამე პატარ-პატარა ლუკმებით ერთი ლუკმა კარგად დაღეჭე და შეწყვიტე ჭამა, როცა იქნები 80%-ით სავსე. იგრძენი გემო, ტექსტურა, სუნი ამ საკვების და ნელა ჭამე, გააზრებულად ჭამე. ეს არის mindful eating. ამას ეძახიან გაცნობიერებულად რო ჭამოს ადამიანმა. მერვე, რასაც გვეუბნება, არის სტრესის მართვა. ახლა ეს სტრესის მართვას როგორ გვასწავლის? მაგალითად, ისწავლე ღრმა სუნთქვის პრაქტიკები,
როგორ არის ან მაგალითად როცა სტრესი გრძნობს წადი ის სასეირნოთ ანუ ისეთი აქტივობა გააკეთე რაც სტრესს რგუნავს მაგალითად გამოიყენე კუნთების პროგრესიული მოდუნება ესეთ ტექნიკა არსებობს აი მაგალითისთვის გეტყვით ამას რომ აი თქვათ დაჯექი და მოდუნდი დაჯექი დაწექი ან დაწექი როგორც გირჩევნია და დაჭიმე ფეხის თითები მაგალითად მაქსიმალურად 5 წამის განმავლობაში მე მოადუნე 10 წამის განმავლობაში ნელა მე აღარ იფიქრო ფეხის თითის კუნთებზე იფიქრე თქვათ ცოტა ზევით კუნთებზე დაჭიმე ის კუნთები მე მოადუნე აი კანჭის ნაწილები ვთქვათ მე მოადუნე მე დაჭიმე ბარძაყის კუნთები ეგეც მოადუნე და ასე ამოუყევი ზევით და ასე ნიშნულოვნად მოიხსნება სტრესი აი როცა სტრესის დროს გრძნობს ადამიანი მეორე მაგალითი დაჯექი ერთი ხელი მაგალითად დაიდე მკერდზე მეორე ხელი დაიდე მუცელზე და ჩაისუნთქე ნელა 6 წამის განმავლობაში ან 7 წამს სხვადასხვანაირები არსებობს ნუ ერთ-ერთი არის გავრცელებული არის ძალიან ბევრნაირია მოკლედ ამიტომ ახლა სხვა ვერსიებია 7-7-7-იც არის და შეიძლება ბევრთვის პრაქტიკული არის მაგალითად 6-4 შეიძლება პირიქითაც და ანუ ნელა ჩაისუნთქე მოკლედ და ჩასუნთქვისას მუცელი გამოიბეროს ან დიაფრაგმით რო ისუნთქო ცოტა ხანი შეიკავე სუნთქვა ნელა ამოისუნთქე ესეც სტრესს ხსნის მნიშვნელოვნად შემდეგი მეცხრე რასაც კოგნიტიური ბიჰევიორალური თერაპია გვეუბნება არის რომ დაასაჩუქრე შენი თავი ამას ქვია პოზიტიური რეინფორსმენტი ანუ როცა რაღაცა კარგს გააკეთებ დააჯილდოვე შენი თავი და პოზიტიურად გააძლიერე შენი თავი ოღონდ ეს არ უნდა იყოს საჭმელი ანუ მაგალითად კარგად ვიკვებე და ახლა მოდი ტორს ვიყიდი ეგ არ არის სწორი მაგრამ მთელი კვირა ვარჯიშობდი და მოდი ახალ რამე სპორტულ რაღაცას ვიყიდი ან ტრეკერს ვიყიდი ან რაღაცას ან ტანსაცმელ სპორტულს ან რაც მომწონს ან ტექნიკას ეს კარგია ანუ საჩუქარი არ უნდა იყოს ან თვით საბოტაჟური საჩუქარი არ უნდა იყოს მოკლედ არ უნდა გაანადგუროს თქვენი მიღწევა ეს ეგ უნდა ეცადოთ მნიშვნელოვანია და მეათე რასაც აკეთებს კოგნიტიური ბიჰევიორალური თერაპია არის რეციდივის პრევენცია ეხლა რას ნიშნავს ეს რას ნიშნავს და მაგალითად თუ კი ჭამე თქვათ იყავი წვეულებაზე და ჭამე ბევრი არაუშავს მაგრამ მეორე დღე დააკომპენსირე ჯანსაღი საკვებით და ვარჯიშით მეორე მაგალითი და წინასწარვე დაგეგმე ან დაგეგმე მეორე დღე მაშინვე ეგ არის რეციდივის პრევენცია ან მეორე დღეც კი არ მიაბა ან მაგალითად აი ადამიანები რო არიან დიეტაზე არიან მიდრეკილი იქითკენ რომ ერთი დღე თუ ეს დაარღვიეს მე მოდი აბა მეორეც მივაყოლებ ეგრე არა არამედ ისე გააკეთე რომ რეციდივის პრევენცია მოახდინო ანუ პირიქით დაგეგმე ისე რომ შემდეგი დღე იყოს ჯანსაღი წინასწარ დაგეგმე და შეასრულე მეორე მაგალითი არის მოტივაციური ბარათები შეგიძლია დაწერო მაგალითად რომ აი თუ გშია დალიე წყალი და მოიცადე 10 წუთი დაწერო ბარათზე და შეინახო ეს ბარათი ოღონდ შეინახო ხელთან ახლოს ან მაგიდა შენ სამშობლო მაგიდაზე დააწყო ან ტელეფონში შეიძლება გააკეთო ესეთი ჯანსაღი ბარათები დაწერო შენთვის მოტივაციური ბარათები შეინახო რაც მოგცემს მოტივაციას დროთა განმავლობაში და რაც ხელთან ახლოს გექნება მუდმივად გეუბნება რომ როგორც შენთვის მორალური კომპასი ესე იმოქმედებს რომ რა თქმა უნდა წონაში კლებაში და მუდმივად შეგახსენებს რომ აქეთ იარე აი აქეთ იარე ეს არის რეციდივის პრევენცია
თუ ვიტყვით ყველაზე ეფექტური და ყველაზე მნიშვნელოვანი რომელია ამ ტექნიკებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა არის მაინც თვით კონტროლის მექანიზმები რომელზეც როგორც პირველი დავასახელე და თავიდანვე ვისაუბრე. აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ. მადლობა ინტერესისთვის.